გამარჯობათ. დღე მშვიდობის, დილამშვიდობის აღარ არის საღამოა, მაგრამ როდის დაიდება კაცმა არც ის, იმიტომ რომ გუშინ ვიდეო კაი ხანი იდებოდა, ალბათ საათზე მეტი 9 საათზე რომ დავიწყე, სანამ გავაკეთე 12 საათზე მე მგონი აი თვითონ. რა სჭირდა არ ვიცი. სელბაკები. ერთი წამით. იმდენად რაღაცნაირად ვიყავი. უხასიათოდ ცუდად, რომ სახში ჯდომა არ შემეძლო, ამიტომ გავედით და ბაღი დავასუფთა. დავაბოლე, რაღაცები დავწვი. მაგრამ ისა. ნინო! ცოტა რო ჩაუწიო, აბას ცადე. რომ სამ ოთახში ისმის მაგ მულტფილმის ხმა. ხო და ისა. ახლა საერთოდ გამოსაღები და იყოს ცოტა ხანი არაფერი არ მოუვა. და ყველაზე კარგი რელაქსაცია არის, რომ გავისწორე თვები. დიდათ არის მიქნია დამკვდარ ვარზედო და მაგრამ იმას შორერას ხო უყარს თვის გამოჩენა ვიდეოში ხო და შორეს შენთვის გავისწორე თვები. მამა სადა. უკან არის. აბა რო წავიდე სად იყავი შენ? ვაი დედა. არ ვიცი საიდან რა დამეტაკა გუშინ. აი ცხვირის იმას ვერ ავგრძნობ. ჰაერს ვერ ვგრძნობ, სუნს კი ვგრძნობ, მაგრამ სუნი არ შედის ცხვირში. ბევრმა დამიწერა, ანუ ეს შესაცხურებელი ცხვირის არ არის, აი წამალი, ის ქენიო, ზოგმა ეს. გვაქვს ეგ წამალი ლაშახმაროს ბავშვებიც ხმარობენ ხოლმე, მაგრამ მე მაგ წამალს ვერ ავხმარო. მარტივი მიზეზის გამო. მირჩევნია ის ერთი დღე გავწვალდე ხოლმე და პირით ვისუნთქო, თუნდაც ღამე ყველაზე კოშმარია ხოლმე, ვიდრე ეგ ვიხმარო, იმიტომ რომ გამათბობებს ჩაუწიე და იმიტომ ესეთ კაცად კუცის ხმა. სათვალე მინდა რომ გავიკეთო. წავიდეთ სათვალე ავიღოთ. თვალი თვითონ მეუბნება ხოლმე სათვალე გინდაო რაღაცები დამეძაბება ხოლმე მით უმეტეს აი რო ახველებ ხლა და რაღაცა აი იმ დონეზე მაწუხებს ხოლმე დამეჭყიკება ხოლმე რა ისა ხალხები და გავიკეთე ხო და ვერ ხმარობ რა მაგის თქვა მინდოდა არ ვხმარობ შეგნებულად, იმიტომ რომ მერე უფრო მიჭირს მაგის მერე გადასვლა ჩვეულებრივ სუნთქვაზე. ეს გადაწყვეტილება მივიღე დაახლოებით ვიყავი 17 წლის, როდესაც რაღაცა ვირუსი დამემართა. და მაშინ არ მახსოვს იმ ჩასაწვეთებას ძალიან იაფიღირდა, ხოლმე ხარ თირკმლის ფასიღირს ეგ არა. ძალიან იაფიღირდა და დედას მოქონდა ხოლმე ეგ რომ ჩამეწვეთებინა და გამითავდა ერთხელ ღამე ანუ როგორ ვიწვეთებდი იცით? უაზროდ. აი საშინლად უაზროდ. არ მჭირდებოდა მეთქი ვერ ვიტყვი მაგას რომ მჭირდებოდა მაგიტო ვიწვეთებდი და წამიერად მიხსნი და ნინო ბეჭებში გასწორდი. წამიერად მიხსნიდა და ისე ვიკეტებოდი ხოლმე და ეს როგამე მოგივა წარმოიდგინე რამხელა კოშმარია, რამხელა საშინელებაა და აი მაშინ მივხვდი რა არის აი დამოკიდებულება. ეს არის საშინელი რამე. იმიტომ არის რომ ძალიან დებილური შედარება, მაგრამ ეგრეთ წოდებულად არ არის დებილური შედარება, იმიტომ რომ ჩვეულებრივ ამაზე სხედან ხალხი, ვიცი. და რო შეადარო ნარკომანთან. ღამე რო გამითავდა ეს, აი ვეძებდი სითხეს, აი კატასტროფა იყო, ვეძებდი რამე სითხეს, რომ სხვაში ჩამეწვეთებინა,
არ ჰქონდა მნიშვნელობა რა იქნებოდა. თავარი იყო, რომ შედეგი ქონოდა რაღაცა მინიმალური მაინც. წარმოიდგინეთ, ნარკომანები რას განიცდიან. ხო და ამ ყველაფერზე მე თვითონ ვთქვი უარი, იმიტომ რომ არ მინდოდა ის ერთი ღამე რომ გადავაგორე და მეორე დღე შუა დღემდე მე მივხვდი, რომ ანუ მაგის გარეშეც შეიძლება. ეგ იყო და ეგ არ მახსოვს ბოლოს როდის ვიხმარე ეგ ან ერთხელ მაინც თუ ჩამეწვედა. არ მახსოვს. ხო და გუშინ მქონდა ეგ მომენტი რა, რომ ეგ უნდა გადამეგორებინა გუშინდელი დღე. დღეს შედარებით არ ამიშავს ალბათ ამ აღამდელი ღამეც და მორჩა. ხან ერთში ვიჭედები, ხან ორივეში. ხო და ღამე რაღაც მომენტში გამეღვიძა და ორივე ცხვირით ძალიან მაგრად სუნთქავდი. ორივე ცხვირით. ნუ ერთი მაქვს, მაგრამ მე ორითი სუნთქავ. ხო და ერთ სიტყვის დღეს ვფიქრობდი, რომ ესაც ერთი კვირა ავიღო მეთქი ტაიმაუტი YouTube-დან. მაგრამ ნახეთ დედაყდენი მტვერი საიდან მოდის, გიჟდები გუშინ დავალაგე ხალხნო და გახედვა არ მინდა არსად, რა ოღონდ მართლა. ხო და ვფიქრობდი, რომ ეს ავიღო მეთქი რამდენიმე დღე დასვენებისთვის, მაგრამ იმდენად ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია ეს ჩემთვის, რომ ვერ ვქენიებ. მე მჭირდებოდა, აი როგორც ახლა არაფრისგან არსთან მივიდოდი და თმა გავისწორი და თან იცით ჩემი დამოკიდებულება ფენსაც კი არ ვიკარებ, არამც თუ აი ეს მეორე უთოთი ისე ვქენი, იმიტომ რომ არ მინდა რომ თმა დამეწვას. იყო სადამდეც შეიძლება რომ შენარჩუნდეს ბუნებრივად, კარგად და ჯანსაღად, რატო უნდა გავიუბედო, რომ ამიტომ არ იმაშვები ხოლმე რა, არ ვიკარებ, მაგრამ აი მჭირდებოდა ხახნო ეს მჭირდებოდა აი რაღაცა. ეხა ეს მაწუხებს. შეიძლება გავიიღადო ყველაფერი. აქ სალფეტკი, ორდა სალფეტკი. სადაც რამე გუშინ ისე შევწუხდი, რომ აი ესე გავაკეთე. კინოს უყურებდი, ბოლო სერიები დაიდო იმისი. სანამ ტელეფონი რეკავს, ასე ქვია იმ სერიალს და ბოლო სერიები დაიდო და ვუყურებდი და ცუდად ხვდებოდი, ამიტომ აი ეს დავაგორგალო და ეგ ვქონდა წყვილში გაკეთებული დავიღალე მოწმენდი. აი ეგ მქონდა აი სიგრძეზე სალფეტკი გაკეთებული წყვილში. რომელი საათი ახლა დაახლოებით 1 საათში ანტიბიოტიკი მიწევს, ვაგრძელებ ანტიბიოტიკს დღესაც და ხვალაც. სამსახურში არ მივდივარ, უფროსებმა იციან, დღეს კიდე მივწერთ ამთას. არ არის ესეთი საქმე, რომ რაღაცა და რაღაცა. და ეხლა მე რო ხვალ წავიდე ზეგ და მაზეგ, სიცხე კი აღარ მაქვს, მაგრამ ეს რომ შემიბრუნდეს, აი ქვეთ დამფლავე და თევზებს მომაყრია. ეს რომ შებრუნდეს, ჩათვალეთ, რომ რა ვიცი, გატოვი ვარ. და შორერა დადგავს შილას. ხო შორე, ერთი სული აქ შილა ჭავა, აი გაგაწალე. ხო და ეს ხალხნო, ეხა შევწვი კარტოფილი. დუხოლკაში აურია ზეთი და მარილი და სვანური მარილი მინდოდა მომეყარა, მაგრამ ლაშებად გოეკა სვანური მარილი მწარი არისო და არ მოაყარო. მე ვჭამე გუშინ რო სუპი გავაკეთე, ის და ცოტა კიდე მაქვს, ამიტომ მე კიდე იმას შევჭამ. გუშინ მაგაზე დამიწერეს, რომ ცხიმიო და ცხიმი ხარშვის დროს ზეთი შეიძლება, რა ვიცი, ეხა შეიძლება რაც ამ მქონდა იჭავყარე და ეგ მინდოდა რომ მე მეჭამ. ხო, მაგრამ არ მიქნია, დამავიწყდა. მაგრამ ხარშვის დროს ზეთი არ მომიხრაკი არაფერი, ზეთით შეგიძლია ხარშვის დროს ჩაასხათ, ასე რომ მე არ მიქნია და დიდათაც ვაიმე ზეთი როგორ დამამიწყდა მეთქი. აი დარდი, ხო, უნდა სასწორი სავქენი ელემენტები შეუცვალე, მინდოდა საახალწლო დღეების შედეგი გამეკეთებინა ჩემს თავზე, რამდენად შედეგიანად ჩაიარა ახალწელმა ჩემთვის და არ ჩაირდა კიდე კაი. არ ვიცი რა მოუვიდა. ახალი ელემენტები ჩავდი და არ ჩაირდა. დავანები თავი რაიტი. ჯანჯი და გეწოს მეთქი ეთყობა ისევ ტანწერტე და ვარ და ვერ აიტანა მაგალითად. ხო, ეგრე. სხვა ისეთი არაფერი ხალხო. ეხა ჩავალ. ის რაღაცა რაც ავანთე წეღან ჩავაქრო. წყალს დავასხავ. ცოტა ისა რა ქვია. ბოლი. ხო
ხო და საერცხსაც გამოვიღებ და არ დავფენ ხვალ დავფენ ერთი რა, რადგან არ ვიდიო ხვალე, არც აღარ გავაკეთებ. და სხვა საჭმელი კიდე, ვისაც მოშივდება, რომელია ხარ ვთქვი. 6 საკლია 20 წუთი ამ წამს ჭამეს და სადღაც რვისთვის თუ მოშივდება, ცოტა მხალია და მიირთვალე. всё მე დავამთავრე, ეხლა არ ვიცი რამე იმას სერიალს ჩავთავ, რამე ფილმს ჩავთავ და დავჯდები ვუყურებ. არა, მანამდე საუცილებლად ხალჩავდა ვიზუალურობაში რომ ვუყურებ, ჩემი თავისა რომ ვიცი, შანსი არ არის, მე ფეხი-ფეხზე გადავიდო ეხლა და სერიალის საყურებლად დავჯდე, იმიტომ რომ მგონია რომ ეს ხალიჩა მეძახის, მოდია იქ რაღაცა რო გდია მაცალეო. ხო და ჯერ მაგამ ბავშვისავ რომ რა ქვია დავაკმაყოფილო ჩემი მენტალური მდგომარეობა. ეხლა აი ეს რომ დგავარ მგონია რომ აი გამაქვს თმა აი საათის იბაზე და სულ ესე ვშვები და მე რომ ახსენდება ხელს აღარ ვიდებ, იმიტომ რომ მე შორენას ემართება ისტერიკა. ხო, კუდას ვამწყდებ ეხლა. მარტო კი არ ვაბაო, ვამწყდებ კიდეც, არ ვიცი. ეს სახე მოუშუშდა თითქოს ეს 3 დღეა რაღაცა მას ვუსმევ. ეს დამსკდრები აღარ აქვს. ცხვირზე რამდენჯერაც წაუს, იმდენჯერ თათით ჩამოიწმინდა. დიდათ ადვილი არ არის მაგის სახეზე მიკარება და წასვლა, მაგრამ მიჩერდება წაუს, მაგრამ ეხლა უაზროდ ტირის. არა ტირის. ტირის სხვა რამეა. იყეფება. ანუ რომ რამეს ტკიოდეს, აი მაგიტო არ ვიცი. ვფიქრობ რომ ხედველობაც დააკლდა. არ ვიცი ხალხო რა რაც მაგას მიხედვა აქ და რაც მაგას ის აქ. ეხლა ბევრი რაღაცა შეიძლება კიდე დაიწყოთ დაწერა. აი ესე რომ არ არის ეგრე რა. არ მასწავლოთ ის, რაც არიცით ჩემს ძაღლთან კონკრეტულად მიმართებაში. იმიტომ რომ ადრეც ისეთ რაღაცებს მიწერდნენ ხოლმე, რომ ჭყვაზე გადავდიოდი და მიწევდა ხოლმე დაიგნორება. ეხლაც რა თქმა უნდა იგი გავაკეთებ, მაგრამ ნუ მირჩევთ ისეთ რაღაცას, რაც არიცით, ადრე იყო ხოლმე აუშვი, რამდენჯერაც აუშვი, იმდენჯერ ამის ბავშვი შეჭამა. ანუ ზოგადად რაღაცა რო არიცით ხოლმე და რაღაცა იმათ მიმართავ რა, ვინც აი ძალიან პროფესორობის იმით გამოდიან ხოლმე. დასკვნებს ნუ დადებთ, იმიტომ რომ ყველაფერი ვცადე მაგ ძაღლთან დაკავშირებით. იქაც დაბმა, იქ გაშვება, დილით დაბმა, ღამე გაშვება, ყველაფერი ვცადე, მაგრამ ფიზიკურად არ შეიძლება, სხვანაირად არ შეიძლება. ეხლა იმდენად შემაწუხებელია, რომ მთელი დღე წარმოიდგინეთ, საჭმელი აქვს, სასმელი აქვს, ჭიაზე დავამუშავეთ. ის რაღაცა კანის აქონდა ნემსი გავუკეთეთ, მაზს ვუსმევ. საჭმელი გადავიყვანე ძაღლის სპეციალურ საჭმელზე, წყალის უმუდამ უდგა, თბილი საწოლი თუ რაღაცა ლეიბი, ყველაფერი აქვს ხალხო. ზოგ ადამიანს არ აქვს ის, რაც ჩემ ძაღლს აქვს. ცუდი შედარება, მაგრამ ასე. ხო და კიდე რაღაცა ხოლმე და იგი არ არის. და წარმოიდგინე ხლა გამოვიდა ძაღლი, სოფელი არის და სახლები დგა ესე. და მეზობლის ძაღლი რო უაზროდ იყეფებოდეს. გაუჩერებლად გადავალნახავ კატა არ არის. რო ანუ კატას რო ხედავს ხოლმე და რაღაცა, მაშინ იყეფა, მაგრამ არაფერი კატა არ არის. არანაირი ძაღლი არ შედის. რატო მანქანის სიგნალზე იყეფება, მანქანა რო გაივლის იყეფება, ვიღაცა ფეხით გაივლის იყეფება. სუ იყეფება. კაი, ეხა მე რო თქვა რომ ძაღლია და რაღაცა, ანუ თქვენ რო დამიწევთ ეხა რომ ძაღლია რაქნას და რაღაცა, მაგრამ მესმის არც ძაღლის დაყეფება, აგე წუხერღაბეს ამჯერ წამოვხდი ტუპის, მეთქი ჩამოვალ და გაგწეწა, ვიცოდე, უაზროდ ზის, უყურეს თვარეს და მელანქოლია მოაწოდა იყეფება. არაფერ თვარეს უყურებს, მეც კი არა. ამისთვის თვარეც არ იყო, ისე იყეფებოდა, მზეც არ იყო. ნუ პრინციპში იყო დღეს. ხო და ესა წარმოიდგინეთ რა, შენ კიდე კაი გაუძელი 1 საათი, მაგრამ ჩემს მეზობლებს პატარა ბავშვები ყავთ. ერთი შვილი ყავს ნინოს, იქ ნათიას ყავს, უკან არა ვიცხოს, იმის უკან ნინოს პატარები ყავს. იქით ანუ აი სადღაც 50 მეტრში არიან სულ ბავშვები. აუცილებელი ხო არ არის ადამიანს ათქვეინო, რომ კაი, რაღაცა იქ რაღაცა. მე რო წუხდები ჩემი საკუთარი წარმოიდგინე, სხვა როგორ წუხდება, ხო? ამიტომ ვაჭამე ვასვი, გადავაბი, გადმოვაბი, იქნებ მეთქი ადგილი მოეწონოს, სადმე გაჩერდეს მეთქი, მაგრამ არაფერი მაგას არ უნდა იყეფება. თუ იქ გადავალ,
წყნარად არის, მაგრამ სად ვიჯდე ხალხო იქ ბალახებში ერთი მითხარით ამდენი ხარ. გადავედივე თამაში რაღაცა, გადმოველი ტირილი დაიწყო. ტირილი არა იყეფება, არა ტირის. თან რაღაცნა იყეფა აქ, მაგრამ გააპავს რაღაცნაირად იმასავით აფორიზმები. ამიტომ ვაჭამე, ვასვი, ვასეინე, გავიყვანე, გამოვიყვანე, გაუღეკარები, მიუკეტე და მივადგი, რომ აღარ გამოვიდეს. ცოტა ხანში გამოუშვებ. ვაჭმევ, გადავაბავ, გადმოვაბავ, აი რომელი საათია, 7-მდე იბოდიალებს კიდე და მე ღამე ემართება ხოლმე კიდე და ღამე ხოს, აი თქვენ თავზე წარმოიდგინეთ რა ეხლა. მე რა რო ძაღლია. მე რა რო გავზარდე, მე რა რო ხელის გურძე გავზარდე რაღაცა, მაგრამ რაც არ უნდა იყოს ადამიანი არის აქ პრიორიტეტი და მით უმეტეს, როდესაც ეხა შენ წარმოიდგინე, მყავდეს პატარა ბავშვი და აი ანას ყავდეს ძაღლი და მაგრამ არ იყეფება. ბავშვი მინდა დავაძინო და ძაღლი იყეფება, 24/7-ზე ძაღლი იყეფება. რა რეაქცია მიქნება? ეს ხო ნერვებზე მოქმედებს, ეს ხო ვერაძინებ ბავშვს მოქმედებს, ეს ხო საშინელება. ავდექი და ისევ მე თვითონ გავაკეთე ეგ გადაწყვეტილება, რომ განა მაგრამ ჟინი მჭისო შევაგდო, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის. ასე რომ რაღაცა ეტაპზე რომ მივალ და რაღაცა გადაწყვეტილებებს მივიღებ ხოლმე და თქვენ რაღაცა ალტერნატივას ზოგს ვამბობ რა, ალტერნატივას თავაზობთ ხოლმე, ეგ უკვე ნაფიქრიც არის, ეგ უკვე მოგვარებულიც არის, ეგ უკვე გაკეთებულიც არის და შედეგი აქვს 0. ამიტომ ვიღებ სხვა გადაწყვეტილებებს. ხო. ეხლა წეღარ მიფიქრე სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით ადამიანებს რომ ბლოკავ ხოლმე და ასეთი რაღაცა გადავწყვიტე. ახალი წლიდან იანვრიდან გადავწყვიტე რომ აღარავის არ დავბლოკავ. აბსოლუტურად არავის. ნუ არ ბლოკავ რა თქმა უნდა, განსხვავებული აზრისთვის არ ბლოკავ, მაგრამ ბევრს გონია ხოლმე რომ განსხვავებულ აზრს წერს, მაგრამ განსხვავებულ აზრს რო თავს ნახვევ აი მაგ შემთხვევაში იბლოკები ხოლმე თუ გააჩნია რაღაცა სისულელე აზრს ხოლმე კიდე. თქვენ თვითონ რო ვერ იტანთ ხოლმე განსხვავებულ აზრს, აი მე რო რაღაცას ვიტყვი, თქვენ არ მეთანხმებთ, ეგრევე მოდიხართ ხოლმე იმაში რა ქვია. რო აიმე აი შენ ვერ იტან ვიდობა განსხვავებულას როგორ ვერ ვიტან, მაგრამ გააჩნია ადამიანი რა ფორმით მე რომ განსხვავებული აზრი და ამას რა ფორმით დავეჯახებით ერთმანეთს, ხო? ანუ რატო უნდა დავეჯახო? მე ჩემი მაქვს, თქვენ თქვენ, მაგრამ თქვენ რო ვერ იტანთ ხოლმე და მე ერთ პასუხს დაგიწერთ ხოლმე, მე მოუყვებით, მე რაღაცა აგრესიას მაგ იბლოკებოდით ხოლმე. მოდი ახლა გადავწყვიტე, სადამდე შემიძლია, სადამდე გავქაჩავ, რომ არავინ დავბლოკო. კაი ხანი არავინ დამბლოკია. ბლოკავ ზრდელურად ვინც შემოდიან, თავხედურად ვინც შემოდიან და მოკლედ აი ესეთ რაღაცებს ბლოკავ. ბლოკავ რაღაცა შედარებებს რო გიკეთებენ, მაგას ბლოკავ ხოლმე რომ არა მაქვს რა ბოდიშნო თქვენი თავი, იმიტომ რომ მილიონი შემოდიხართ ხოლმე ესეთ სიცანც არის, კიდე არაჩანს ხოლმე ის. ვისაც ბლოკავ კი არა იმას უკეთებ ხოლმე რა ქვია ნივიჟოს როგორ ეძახი ხა ქართული სწორად გავიწყდა. დავაიგნორებ ხოლმე და მე ჩერდებიან, ხო და ასე რომ ყველა საყვე ყველა ბლოკო ხალხიც აღარ დაგჭირ. ამიტომ მოდი აღარ დავბლოკავ არავის. მაგრამ წაგიშლით ხოლმე კომენტარებს. ოღონდ რატო წავშლიცი? იმიტომ კი არა რომ ბაიმე კომენტარი არავინ წაიკითხოს, არა. მე რო YouTube სტუდიოში საიდანაც YouTube-ს მართავ, შევალ და იქ დამხვდება კომენტარი, რომელსაც მინდა რომ დავაიგნორო და პასუხი არ დაუწერო, ანუ სულ იქ შემხვდება რა. მაშინ უნდა დავაგულო, რომ წაკითხულებში გადავიდეს და იქ არ დამხვდეს მე იმ გრაფაში, სადაც ყოველ ახალ კომენტარს ვკითხულობ ხოლმე და ყოველი ახალი კომენტარი მოდის. მე რამდენჯერაც ან პასუხს არ გაგცემთ, ან არ დავაგულებ, ეს კომენტარი არ გადადის წაკითხულებში, სულ იქ თვალებში უნდა გამიჩნიოს. ამ შემთხვევაში წავშლი, რომ ნინო ცოტა წყალი ჩამოყლაპი მოუკვდი. ხო, ანუ რაღაცა რადიკალურ ცვლილებებს მივიღებ ხოლმე ჩემ ახთან დაკავშირებით, ეხა უკვე რაღაცები. ზოგადად არა ვარ მე ეს ადამიანი, რომ განსხვავებული აზრი არ მივიღო, ან ძალიან ბევრ შემთხვევაში ყოფილა ესეთი რაღაცა, მე რაღაცა რომ გონია და ვიღაცას რაღაცა გონია ერთ თემასთან დაკავშირებით,
მე რომ რაღაც ადამიანურად დამიწერს თავის განსხვავებულ აზრს, მე ხვდები რომ ანუ ის უფრო ლოგიკურია რა, ანუ ესეთ ხდება დიალოგი, ეს არის ჯანსაღი ერთმანეთის კრიტიკა. შეიძლება მე ავხსნა კარგად ის გადმოვიდეს ჩემ აზრზე, ან იმან და პირიქით მე გადავიდე. ეს მოსულა, მაგრამ აუ შენ ესეთი აზრი გაგშე, ესეთო შეისეთო და რაღაცა, აი ეს არის სიბნელე. აი მაგას რა უნდა უთხრა. ხო და ესეთები წერენ ხოლმე რომ შენ განსხვავებულ აზრს ვერ იტან და რაღაცა ესეთანი რბილილეებითა წერია ხო. ხო. კიდე ბევრი რაღაცის თქვა მინდოდა, მაგრამ დამოვიწყდა. თა რომ ვერ ავლაპარაკობ ეს ცხუში რომ ეს გაგუდულობა მჭირს. არ მინდა რომ ძალიან ესე ისმიქდეს. არის ერთი თემა, რომელსაც ძირითადად ვცდილობ ხოლმე რომ არ შევეხო, მაგრამ შეუხებლობაც ძალიან დიდი ეგრეთ წოდებული დანაშაული, ამიტომ ხვალ თუ ისე იქნება, მინდა რომ ეს თემა ამ თემაზე ვისაუბრო, იმიტომ რომ ეს თემა ჩემთვის ძალიან პრიორიტეტულია და ის რომ წაუყუროყური ეგრე არ გამოვა, ხმა უნდა ამოიღო. ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით რაც ანუ პოლიტიკურს არ ვეხები, სანამ ვიღაცა შემოხტება ნაცი ხარო და მე ვიღაცაში ქოცი ხარო და მე მესამე შემოხტება და რა ვიცი, საერთოდ ვინა ვარ ვერ გაიგებს. მაგ თემებზე არ ვეხები. ჯანის ორივეს დაეწოთ რა. ხო და ისა ხვალე თუ ისე ვიქნები ცოტა შეძლებს დაგვარად რომ ვილაპარაკოთ მაგ თემაზე კი აუცილებლად მარტო ყოველდღიური ვლოგები რომ აი ქათამს ვაჭამე და ღორი დავაყო რა შუაშია ძაღლი დავაბი და რაღაცა ესეთ ვიდეოები არ მინდა რომ წინასწარ არაფერს არ ვამბობ იმიტომ რომ იცით ჩემი წინასწარ თქმის შემდეგ რა შედეგებიც აქვს ხოლმე რომ ვერაფერს ვერ ვაკეთებ გეგმის მიხედვით არაფერი არ მოდის და ვერაფერს ვერ ვაკეთებ ამიტომ დღეს სხვა თემას ვაპირებდი, მაგრამ იმდენად განმევრცო ეს ვიდეო, რომ აღარ ვაპირებ ამ თემის განხილვას და ხვალ გადავალ ამ თემაზე. თან ღამდება, უკან საათი ეტყობა უკვე რომელია, უკვე ისეთ სიტუაცია რომ ამოთახში უნდა მოვიყარო თავი და დაბანილზე საერთოდ არ მინდა სხვა ოთახში გასვლა, გამათბობელთან მინდა. ხო და ხვალე ამ ზიშუქზე, ან რაღაცაზე, ან როდისღაც დავიწყოთ და ერთად ვილაპარაკოთ განვიხილოთ ის თემა, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია, ძალიან ხელშეუხებელია, საფრთხილოა, მაგრამ უთქმელობაც არ შეიძლება. ასე რომ, აბაჰე და აბაჰო დაგემშვიდობებით ახლა მომავალ ვიდეომდე. კიდევ და კიდევ გილოცავთ. ახალ წელს ძალიან მალე შობა იქნება. ჩემთვის ძვირფასი ტრადიცია ეს შობის ისა არ ვიცი რამდენად იქნება მსვლელობა არ ვიცი გახსოვთ შაშანი იყო ვიდეოები თუ იქნება და როგორ ვიქნები მე იმის მიხედვით ჩავებმევი ალბათ ამ მსვლელობაში მაგრამ მაგის მერე რომ მოდის ის ანუ რა თუ ვიქნები გადავიღებ რა თქმა უნდა მაგის მერე რა მოდის ანიშურზე წყლის გადავლება 19-ში ნათლისღებას ეგეც რა თქმა უნდა მაგასაც გადავიღებ ალბათ მაგრამ იქნება დაგემშვიდობებით ახლა ჯანმრთელობას გისურვებთ პირველ რიგში და ერთმანეთის სიყვარულს დანარჩენი ყველაფერი ნელ-ნელა გვექნება და იქნება მოთმინებას და ესეთ ერთმანეთის გატანას და რა ვიცი რა მოკლედ ერთმანეთი არ დაგვეჭამოს მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით